მადლობთ ბატონო გიორგი, ბატონი ნიკოლოზ მელია, შემდეგ მოემზადება ბატონი რატი იონათამიშვილი. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც რეალურად უმრავლესობის წევრები ცდილობენ ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომელიც ისედაც ნათელია საზოგადოებისათვის და არ ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომელიც ძალიან აქტუალურია, მეტად აქტუალურია და დიახ, რა არის დღეს ის, რისიც რეალურად განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეშინიათ თბილისში და არა მხოლოდ თბილისში. აქ უკვე იყო ნახსენები და მეც შემიძლია იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე არ ვისაუბრო, რომელსაც ეწევა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანასკნელ პერიოდში. რაც არ უნდა ჩვენ ახლა ვამტკიცოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონმორჩილია, რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ არც იარაღს უდებენ, არც ნარკოტიკს უდებენ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კონკრეტული ფაქტები არსებობს და გული წყდება მართლაც, რომ არც ერთი თქვენგანი ამის შესახებ არ საუბრობს. თქვენ კი ბატონო ისაუბრებთ ახლა წინა წლებში, როგორ დუმდნენ პარლამენტის წევრები, რომელთა ნაწილიც რამდენიმე ადამიანი, ხომ? თქვენს რიგებში არის, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში იყო, ხმას არ იღებდნენ, მათთან სადაც გასაკრიტიკებელი იყო წინა ხელისუფლება. რომელი ერთი მაგალითი მოგიყვანთ, პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში იყო დაკავებული ადამიანი, გახსოვთ ახალგაზრდა ადამიანი ნოდა ნიშნიანიძე, ხო, რომელსაც სახლში შეუვარდნენ და სახლში სანამ შეუვარდებოდნენ, მეუღლემ გადაუღო მობილური ტელეფონით ვიდეო დედასთან ერთად და ამის შემდეგ აღმოუჩნდა მას იარაღი სახლში, ხო? ატვირთულია ეს სოციმედიაში, რამდენიმე თვის წინ. ფეიქრიშვილები, ძმები, ანალოგიური, ასე ვთქვათ, კანონდარღვევა იყო მართლაც განხორციელებული. დემურ სტურუა თუ გახსოვთ, დემურ სტურუა, დიახ, დემურ სტურუა თქვენი ხელისუფლების პირობებში მოკლეს. ადამიანი, რომელსაც აიძულეს თვითმკვლელობა და განცხადება დაწერა. ნარკო დანაშაულის დატოვა წერილი, ნარკო დანაშაულის წინააღმდეგ აიძულებდნენ თანამშრომლობას, ხო? ბატონი ლევან აბზიანიძე, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა და დააკავეს, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს იმერეთში და შარდენი აბები დაალევიეს და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დიახ და ექსპერტიზა, გული დაავადებული ადამიანი იყო და მოიკითხოთ ჯობია. საუბარი არ არის აქ მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახზე, რომელზეც უნდა საუბრობდეთ თქვენ, იმიტომ რომ ყოველთვის ვერ იქნებით პარლამენტის წევრები, ჩემო მეგობრებო, სადაც პრეზიდენტის ოჯახს უბედავენ. აი თქვენს აი აქ არ მესმის ვინ საუბრობს უკან, თქვენ ოჯახსაც შეეხება და ვერავინ ვეღარ დაგიცავთ მეტი. ამიტომ ჯობია თქვენი უფლება მოსილება განახორციელოთ, რომელიც გულისხმობს კონტროლს მთავრობაზე და მთავრობის წევრი არის შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უღირსი რამდენიმე თანამშრომელი ახორციელებს ამას. ამიტომ დავალებოთ გადაბრალებას თავი. დღევანდელი შემთხვევები საკმარისია იმისათვის, რომ განგაშის ზარი შემოვარტყათ. რომელიმე ნარკო რეალიზატორი თუ არის დაკავებული უკანასკნელ პერიოდში. მომხმარებლებს აკავებთ, რომელსაც უდებენ ნარკოტიკს, მაგრამ რეალიზატორი არც ერთი არ არის დაკავებული, ეს ხო ფაქტია. რაც არ უნდა მოგწონდეთ და არ მოგწონდეთ ჟურნალისტი ელისო კილაძე, ხომ? ის არის ყველაზე მწვავე ოპონენტი თქვენი. და როდესაც მის შვილს ნარკოტიკს ჩაუდებენ, მეტი მტკიცებულებაა, როგორც მინიმუმ საჭირო. მეტი მტკიცებულებაა საჭირო. და მე კი არა, ჩემო ბატონო, ჩართეთ მიკროფონი და ისე ისაუბრეთ. ეხლა უკრიდან უმეძახით. ჩართეთ მიკროფონი და დეპუტატი ხართ და ისაუბრეთ. და არგუმენტები მოიყვანეთ, რატო ვარ მე ტყვანი და რატო ხართ თქვენ მართალი? იმიტომ რომ უმრავლესობაში ხართ, ხო? და კიდევ ერთხელ ბევრჯერ შეგიხსენებიეთ და ეხლა შეგახსენებთ. თქვენ არ დავასრულებინოთ ბატონ ნიკოლოზ. თქვენ აქ ხართ, ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, დარბაზში უმრავლესობაში. ესე გააგრძელეთ და მიმდინარე წელს ადგილობრივ არჩევნებზე ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, სადაც რეალურად დღე არ გავა, კვირა არ გავა, რომ თქვენივე ხარდაჭერი არ გამოვიდეს ქართული ოცნების და არ თქვას, რომ ჩემს შვილს ჩაუდეს ნარკოტიკი, ჩემს შვილს ჩაუდეს იარაღი. კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ დაემსგავსებით იმ თქვენ დეპუტატებს, რომლებიც თქვენ რიგებში არიან და ნაციონალური მოძრაობის დროს იყვნენ. და ეხლა მადლობთ ბატონ ნიკოლოზ. ბატონი რატი იონათამიშვილი, მოემზადება ბატონი გიორგი კანდელაკი.
მოგესალმებით, მოგესწრებათ 16-20 მარტს იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარეობდა მსოფლიო თასი ეტლით ფარიკაობაში, სადაც ჩვენი ქალთა ნაკრები გუნდი იყო წარდგენილი.